პირველი შეკითხვა შეეხება მარტაკოსის განცხადებას, ახალი წევრების ვეტოს უფლებასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ვეტოს უფლება მათ შექმნებად შეზღუდული, თქვენი შეფასება როგორია? ხო, ვფიქრობ, რომ ეს ის ღია საიდუმლო იყო, რომელსაც საბოლოო ჯამში ფარდათ ავადვე ახადეს, რომ კანდიდატ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოსაც უყურებენ როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებს და ერთს, რომელსაც თანასწორად არ განიხილვა. Სამწუხაროდ ეს დამოკიდებულება არის ერთადერთი რამ, რასაც ჩვენ ხედავთ. ჩვენ ჩავხედოთ პრინციპში ევროკავშირთან ურთიერთობის წელ ისტორიას. ეს იყო პროცესი, როდესაც ჩვენ ვილტვოდით ინტეგრაციისკენ და ჩვენ ხან სამეზობლო პოლიტიკით, ხან აღმოსავლეთ პოლიტიკით, სხვადასხვა ფორმატებს იგონებდნენ იმისთვის, რომ თან ესე ვთქვათ, შორი ახლოს ყოლოდით, თან ახლოს ყოლოდით და თან ძალიან შორსაც არ წავსულიყავით, მაგრამ ასე შორი ახლოს ყოლოდით, მაგრამ წევრი არ გამختارიყავით. ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაობა ასე აღმოჩნდა, რომ 4 წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ გაცხადა ევროკავშირისგან და ყველას მიეცა იმედი, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენამდე წლობით კანდიდატის ქვეყნის სტატუსით იყვნენ და პროგრესი არ ქონდა, რომ ევროკავშირი მიიღებდა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილებას გაფართოებასთან დაკავშირებით და გახდებოდნენ წევრები, თუმცა სულ რაღაც 4 წელიწადში და მარტაკოსის ეს განცხადება ამაზე მეტყველებს, რომ როგორც ჩანს უკვე გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არანაირი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. ეს არის მართლაც უდიდესი გაცხადება იმისა, თუ რა იყო სინამდვილეში განზრახვები, თუნდაც ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში. რა მოვისმინეთ ჩვენ? მოვისმინეთ, რომ თუ კი რომელიმე კანდიდატი ქვეყანას გახდება წევრი, მას ექნება ყველა ვალდებულება, რაც კი აქვს წევრს, მაგრამ არ ექნება თანასწორი უფლებები. არ ვიცი, ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ შეიძლება მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გქონდეს, რომ შეიძლება ევროკავშირის წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან წევრებად დაანაწევრონ და მართლაც 21 საუკუნეში პირდაპირ ევროკომისიის პირიდან გვესმოდეს ორველისეული მიდგომა, რომ ყველა თანასწორია, თუმცა ზოგიერთი უფრო თანასწორი. ზუსტად ეს ითქვა პრინციპში გუშინ მარტაკოსის პირიდან. რაც სიახლე არ იყო, ამას ესე ნაბიჯ გვაჩვევდნენ ამ აზრს, ჯერ ეს გერმანიის კანცლერმა თქვა უკრაინასთან მიმართებით და გახსოვთ უკრაინის რეაქცია, რომ უკრაინა არ აპირებს მეორეხარისხოვან ერად შევიდეს ევროკავშირში და ეს ბუნებრივიც არის, მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა გარდა მოლდოვისა, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტის დათმობის, ასე ვთქვათ, სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მასზე. მოლდოვას ხედავთ, რომ უფრო მეტად გაცხადებული აქვს, რომ ისინი საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებას აპირებენ და ეს ესახებათ მათ ევროკავშირში გაწევრიანების გზად. მე ასევე დღეს მქონდა ამაზე განცხადებას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არაერთხელ გვსმენია ფრაზა ბოლო პერიოდში ევროპელებისგან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, რომ არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. და ეს მიდგომა ზუსტად ამ პრინციპს არღვევს. მათ შორის უკრაინის მიმართაც, უკრაინა გაწევრიანდება, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე, უკრაინის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, რომ უკრაინის საფინანსო პოლიტიკაზე ევროკავშირის ფარგლებში გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინის გარეშე, საქართველოს გარეშე, სერბეთის გარეშე, მონტენეგროს გარეშე, ყველას გარეშე, ვინც იქნება ახალი წევრი და იქ რაღაც უნდა იყოს კლუბი ძველი წევრებისა და ახალი წევრები, რომლებსაც წლობით და მარტაკოსმა ახსენა, რომ 15 წელი რაც გამოსაცდელ ვადაში უნდა ამყოფონ თითქოს ეს ქვეყნები, მანამ სადამ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. კიდევ ერთხელ ჩვენ მათ შორის ნახეთ და საინტერესო არის რადიკალების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რას იტყვიან საჯაროდ. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ ცალფეხზე უნდა დავდგეთ ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე არამხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც უნდა ვიდგეთ ცალფეხზე, ეს მოგვახსენეს ჩვენ ამ იდეის გაჟღერებით. ჩვენ მე ერთადერთ რამეს მოუწოდებდი, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი
და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად. შეწყვიტონ ამაზე. მიუხედავად ამისა, ზიანი უკვე მიმდგარი არის კანდიდატებს ქვეყნებსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობაზე, თუნდაც ამ იდეის გაჟღერებით, იმიტომ რომ ამითი ევროკავშირმა აჩვენა თუ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად კანდიდატ ქვეყნების მიმართ. 9 კანდიდატი ქვეყანაა თუ არ ვცდები და ამ ქვეყნებს უყურებს როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყნებად. თქვენ ასევე ხშირად გსმენიათ სხვა გამონათქვამი რომ ტანგოს ორი სჭირდებაო, რომ პროცესი, ასე ვთქვათ, თუნდაც ევროპული ინტეგრაციის ორივე მხარის მონაწილეობას მოითხოვს, მაგრამ არა მხოლოდ ორი სჭირდება არითმეტიკულად, არამედ სჭირდება ასევე ორი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს და არა ქედმაღლურად ზემოდან დახურებს ერთი მეორეს. ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ეს განხილვები შეწყდება და მეორეს მხრივ მე ვფიქრობ რომ ეხლა დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნება ხმა უნდა აღიმაღლონ არ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21 საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით. ასეთ კიდევ ერთხელ დღესაც ვქვი და ამასაც გავიმეორებ, ჩვენ როდესაც 4 წლის წინ ვაკეთებდით განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია, რომ საქართველოს გაწევრიანების შემდეგ ხმარ ექნება და რეალური თანამონაწილეობა საგარეო პოლიტიკაში, ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტენ, ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ, უსაფრთხოების პოლიტიკას ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ, ევროკავშირის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკას ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ, უფლებების საკითხებს და ახალი უფლებების გამოგონების საკითხებს ჩვენს გარეშე გადაწყვეტენ და რაც თავარია ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლას გადაწყვეტენ ჩვენს გარეშე. რასაც უნდა იმას ჩაწერდნენ, იმას ამოიღებენ, ისე რომ ჩვენს, ახალ წევრებს არც კი კითხავენ. არ ვიცი მე ხა სხვა რა არის საბჭოთა კავშირი თუ არა ასეთი მიდგომა, რომ არსებობენ დიდი ერები და მცირე ერები და დიდი ერები არიან, რომელიც დომინანტობენ მცირე ერებს. სამწუხარო განვითარება ძალიან და არ ვიცი ეს მე ფროიდისეული წამოწდენა გეგონებოდა ადამიანს, რომ არ აკვირდებოდე, რომ ნაბიჯ ნენელა გვაგუებდნენ ამ აზრს და გვაგუებენ ახლაც, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მეორე ხარისხოვანი ერი ევროკავშირში. რა შემთხვევაში შეიძლება ქართული ოცნების გეგმებში აღარ შედიოდეს ევროკავშირში წევრობა და შეიძლება თუ არა რომ ქართულმა ოცნებამ განაცხადი უგან გამოიწვიოს. ევროკავშირი აი ასეთი გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით თავად ცდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს თანასწორობას მისი წევრებისა და გულისხმობს, რომ არსებობენ პირველხარისხოვანი ერები და მეორეხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა, ჩვენ მეორეხარისხოვანი ერებად ყოფნად არც ჩვენ, არც უკრაინელებს და უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე განაცხადა თავის კატეგორიული პოზიცია, რომ მეორეხარისხოვანად ყოფნას არ აპირებს ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს ამაზე ჩვენ არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენი ერი მეორე ხარისხოვანი ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში. რა შემთხვევაში განვიხილოთ? შემთხვევაში თუ მაგალითად ეს გადაწყვეტილება ბოლომდე გავა და იქნება მიღებული. შეიძლება თუ არა რომ ქართულმა ოცნებამ გაწევრიანებაზე ეს განაცხადი უკან გამოიწვიოს. ჩვენ მე ვთქვი კიდევაც, რომ ეხლა მნიშვნელოვანია კანდიდატ ქვეყნებმა საკუთარი ხმა გაერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკვლისკენ გაქანებას. იმიტომ ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის. ეს ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე საბოლოო ჯამში. წევრ ქვეყნებში მოხდება ეს სეგრეგაცია, სადაც დიდი ერები, პატარა ერების საკითხებს უბრალოდ პირველხარისხოვანი ერები, მეორეხარისხოვანი ერები საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვოს ცივილიზაციურ უფსკვლში და სეგრეგაციაში. შეიძლება რომ ჩვენს გეგმებში აღარ შედიოდეს ევროკავშირში წევრობა და განაცხადი. ჩვენ გვაინტერესებს რა გეგმები აქვს ევროკავშირს. აპირებს თუ არა ჩვენი გეგმები ცხადი არის და ჩვენ ამას მივყვებით, მიუხედავად
იმისა, რომ ბრიუსელის მხრიდან არის ზეწოლა საქართველოზე, ჩვენ გზას ვაგრძელებთ მათი ხელშეშლის პირობებშიც კი ევროპულ გზას გულისხმობ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, ჩვენ ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მათ უნდა გადაწყვიტონ რა ბედი, როგორ ხედავენ ევროკავშირს. ისინი ხედავენ ევროკავშირს, ევროკავშირად, რომ რა იდეებიც იყო ჩადებული მის შექმნაში, თუ ეს სრულად უნდა ტრანსფორმირდეს საბჭოთა კავშირში, სადაც არსებობენ დომინანტი და დაქვემდებარებული ერები და მე კითხავ, თქვენ დაქვემდებარებული ერის პოზიციაში ყოფნა გსურთ? და რას აპირებთ? თქვენ თუ გსურთ, რას აპირებთ თქვენ? გსურთ თუ არა? თქვენ როცა კითხვას სვავთ, თქვენ რას ფიქრობთ? აპირებთ რომ იყოს დაქვემდებარებული. როგორ ამბობ, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებებს თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. თქვენ დაქვემდებარებული მეორე ხარისხოვანი ერი გინდათ იყოთ რომელიმე გაერთიანებაში? ჩვენ გვაინტერესებს რას აპირებს ევროკავშირი. ეს ჯერჯერობით განაცხადი არის, თუმცა კიდევ ერთხელ სახიფათოა, რომ თუ კი აქამდე წევრი ქვეყნების სხვადასხვა ლიდერები საუბრობდნენ ამაზე, მერცმა თქვა და მიიღო საკადრისი პასუხი ზელენსკისგან ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ განიხილავს მეორე ხარისხოვან ერადყოფნას. ამ შემთხვევაში ეს განცხადება უკვე ოფიციალური ევროკავშირის პოზიციად იქნა წარმოდგენილი, იდეა რომელიც განიხილება, მე ვშიშობ და სამწუხაროა, რომ საერთოდ ასეთი იდეა ვიღაც თავში დაიბადა, სერიოზულად განიხილება. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავაკვირდეთ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ამ იდეის განხილვაც კი. შალვაი, თქვენ თქვით, რომ ნახეთ უკრაინის რეაქცია, როცა მერცმა თქვა და ამით რომ დაგქონდეთ კანდიდატ წევრებს რეაქცია. ელოდებით რომ იქნება ასეთი რეაქცია? მე მათ შორის დღეს საქართველოში იმყოფება სერბეთის პრეზიდენტი, მეც ხონდა ამასთან შეხვედრა და ამ საკითხზეც ვისაუბრეთ. ყველა აღშფოთებული არის, დარწმუნებული ვარ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც, რომ უცებ შუა პროცესში ევროკავშირმა შეცვალა არათუ თამაშის პირობები, საერთოდ თამაში შეცვალა და თქვა, რომ თქვენ იქნებით არა ნაწილი თანასწორი ნაწილი ევროკავშირისა, არამედ იქნებით დისკრიმინებული, დაქვემდებარებული ერი, რომლის ძირითად სასიცოცხლო საკითხებს, კიდევ ერთხელ რას ათემებს ეხება, სადაც ხმის უფლებას ამბობენ, რომ ხმის უფლება შეუზღუდონ ახალ წევრებს. უსაფრთხოების საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები არ კითხავენ, ასე თქო, მათი აზრი იქნება რეალურად ნიშნულობა არ ექნება. საფინანსო, საბიუჯეტო საკითხები თქვენად ევროკავშირის ხელშეკრულებები, რაზეც დგას, ისე შეცვლიან, რომ ახალ წევრებს, რომელსაც ასე ვთქვათ, მეორე კლასის წევრებად იქნებიან განხილულები, არც კი შეეკითხებიან. არ ვიცი, ამაზე ცხადად როგორღა შეიძლება დავინახოთ, რომ გზა არის პირდაპირ საბჭოთა კავშირისკენ და კიდევ ერთხელ საზოგადოება ამას ხო ხედავს. ყველაზე დიდი ანტიევროპელები დღეს არიან ბრიუსელი და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგს განსაზღვრავს. საზოგადოება პირდაპირ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ქართველებს ხედავენ მეორე ხარისხოვან ერად ევროკავშირში. თუ ევროკავშირის წევრი ვიქნებით მეორე ხარისხოვანი ერი. არ ვიცი, ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება არსებობდეს და როგორ გატრუნულები არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გამოვიდნენ, აბერტი გაბედონ და გააკრიტიკონ ბრიუსელი. დავინახოთ, ერთი გვაინტერესებს, რომ ვისი ინტერესებია მათთვის ბოლოს და ბოლოს გადამწყვეტი დაგვანახონ. აი ამ ევროკავშირის დროშის მოფრიალე ჯგუფებმა, რომლებიც სასახლის შტურმზე მიდიოდნენ, პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, ევროკავშირის დროშის და ძალადობის სიმბოლოდ აქციას უკვე ევროკავშირის დროშა, გაგვაგებინონ ბოლო-ბოლო ამ ქვეყნის ინტერესების მოქმედებენ თუ სხვა უცხო ჯგუფების ინტერესებით. ბატონო, რას ფიქრობთ ემანუელ მაკრონის წუხილზე საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, რომელსაც აწუხებს, რომ სხვა ქვეყანა მის კანონებს თუ რეგულაციებს იცვლებს? ახია საფრანგეთს რასაც დასდეს იმას მოიმკი, როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი და საფრანგეთი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, როდესაც საქართველოს თავისუფლებას აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დეტალები ვიკრიტიკოს, რა თქმა უნდა იყო მზად იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან. ასე რომ ამ დამოკიდებულებას ხალხ თუ საკუთარ თავზე გრძნობენ, დააბრუნონ მხოლოდ საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ ის რომ
და ესეც არის ნაწილი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევისა, როდესაც ყველა საქმეში ერევა ვეღარ განასხვავებს საქართველოში ვინ ელჩია, ვინ ოპოზიციონერი არის, ვინ ვის ეკითხება, ვის არ ეკითხება, ყველას რატომღაც გონია რომ საქართველოს კანონმდებლობის საკითხი თუ რა ვიცი სხვადასხვა სახელმწიფო გადაწყვეტილების საკითხში ყველა სიტყვა ეთქმის ელჩის მოადგილის მძღოლისაც კი სიტყვა ეთქმის და არ ეთქმის საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც ხალხისგან აქვს ეს მანდატი, ასე რომ თავად მოარღვიეს ეს საერთაშორისო წესრიგი, რომელიც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს და პატივი არცეს საქართველოს სუვერენიტეტს და მიიღეს უპატივცემულობა საკუთარი სუვერენიტეტის მიმართ. ასე რომ ეს არის ის გაკვეთილი, რომელზეც იმედია რამეს ისწავლი. ცოტა ხნის წინ ახსენეთ რადიკალური ეკლესია ბოლო კითხვა მექნება ამ თემაზე. საზოგადოება უყურებს დაუსრულებელ დაპირისპირებას ოპოზიციაში. თქვენ რას ხედავთ? რა სინამდვილე გითხრათ, საბოლოო ჯამში აღარც ინტერესაც კი კარგავს ეს რაღაც ნათამაშები, დაპირისპირებები, გაყოფა, შეკოწიწება, კიდევ ამას ხო ვაკვირდებით, აგერ უკვე 14 წელია მათი დაშლას, აწყობას, გადაწყობას ერთი და იგივე. პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა ის არის ფლანგები, ვინ ვის რატომ ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა რომ ქულები ჩაიწვევს. პრობლემა არის იდეოლოგიური. ნაცური იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია და ყველა ვინც ამ იდეოლოგიის ნაწილი არის ანტიქართული იდეოლოგიის ნაწილი და ყველა ვინც ანტიქართული იდეოლოგიაზე დგას ის საბოლოო ჯამში აზიანებს საკუთარ თავსაც, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის იმ სოციალურ ისტორიულ საზოგადოებრივ გარემოსთან, რომლის წიაღშიც იმყოფება და ამითი რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში თავის თავს უთხრის ძირს. ის ვინც უთხრის ძირს საქართველოს, თავის თავს გამოუთხრის საბოლოო ჯამში ძირს. ქართულ კანონმდებლობაზე და კრიტიკაზე საუბრობთ პოლიტიკოსების მხრიდან და ერთ-ერთი მთავარი ობიექტი და კრიტიკის საგანი იყო უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის კანონი და ახლა ვნახოთ რომ ევროპულ ქვეყნებში ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, მათ შორის რუმინეთის სენატმა პირველი მოსმენით უკვე მსგავსი შინაარსის კანონი მიიღო, რითიც საინჟინრო ფონდები ვალდებულები იცემდნენ რომ ეს ფინანსები გაასაჯაროდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში არის სანქციები, რომელიც არის მკაცრი, ერთწლიანი საქმიანობის შეჩერების შემდეგ უკვე გაუქმება. რუმინეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და გამჭვირვალობას დღის წესრიგში აყენებს. ბატონ შავარას ნიკობს საქმე. ძალიან კარგია, რომ რუმინეთი ასეთ კანონმდებლობას იღებს, სწორია და სულად მივესალმებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ისწავლოს გაკვეთილი, თუნდაც საქართველოს მაგალითზე და მოითხოვოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა. ვინაიდან ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ არასამთავრობო სექტორი გამოყენებული არის ქვეყნების წინააღმდეგ, ქვეყნების სუვერენიტეტის შესაძლებლად, მასთვის ძირის გამოსათქმელად, ჯაშუშური საქმიანობისთვის და შეგახსენებთ, რომ ბოლო კონდაზორული ოპერაციის შედეგად დაკავებული ბოლო ორი პირი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელით ახერხებდა ასე ვთქვათ ჯაშუშურ საქმიანობას, ფულის მოძრაობისთვის რაღაც ლეგალური ფორმის მიცემას და ასე შემდეგ. ასე რომ ამითაც პირდაპირ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი გამოიყენება ჯაშუშური საქმიანობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობა და მივესალმები რუმინეთის ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს მე იმედი მაქვს, რომ რუმინეთი მაინც თუ პასიური მაინც იქნება ყოველ შემთხვევაში საქართველოსთან დაკავშირებით და მართლაც ისე არ მოიქცევა, რომ ჩვენ მეორე ხარისხოვან ქვეყნად ვიქნეთ წარმოჩენილი, რომ რუმინეთს აქვს უფლება რომ საკუთარი ინტერესების გასატარებლად მოითხოვოს საჯაროობა ფინანსების და საქართველოს არ აქვს უფლება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ყველა ერთი გენეტიკური არსებები ვართ, ადამიანები და ყველას გვაქვს თანასწორი უფლებები და ადამიანების გაერთიანებებს ქვეყნებსაც უნდა ქონდეთ აქვს თანასწორი უფლებები. ეს არის რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესდა. მანამდე სხვანაირად იყო, სხვანაირად უყურებდნენ ევროპაშიც ხალხების სეგრეგაცია ხდებოდა. აღმატებული და დაღმატებულ ხალხებად იყო განხილული. ეს ყველაფერი სწორედ ევროპის ნაწილი იყო და მათ შორის ევროპის წიაღში წარმოშობილი მახინჯი იდეოლოგია იყო, რომელიც დამარცხდა მათ შორის ქართველი ხალხის მსხვერპლის წყალობით 300,000 ქართველი შევწირეთ ჩვენ იმას, რომ ფაშისტური იდეოლოგია დაგვემარცხებინა ევროპაში და ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გულისხმობს
სუვერენიტეტის პატივისცემას და თანასწორობას. ვინც პატივს არცემს სუვერენიტეტს და თანასწორობას, ეკაჩება სამყაროს, ევროპასაც და ყველა რეგიონს ეკაჩება უკან მეორე მსოფლიო ომამდე მდგომარეობაში. ასე რომ, ვისაც უნდა რომ გაიხედოს წინ, უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და რაც კარგია მათთვის, ის სავარაუდოდ კარგი იქნება საქართველოსთვისაც. რუმინეთისთვის არის ეს შესაძლებლობა საქართველოს შემთხვევაში გვახსოვს ჩვენ ევროპელი ლიდერების მკაცრი კრიტიკა, ხოლმე ეს იყო უშუალოდ ასე შემდეგ. ერთის მხრივ დაშვება მისი წევრი სახელმწიფო და მეორე მხრივ ჩვენი ზამთრა. ეს რაზე მიუთითებს პრაქტიკა. რომ რა თქმა უნდა ევროპელი პოლიტიკური ლიდერების ზოგიერთის ენას ძვალი არ აქვს. იტყვიან რომ აგერ გუშინ მოლდოვაში არჩევნებამდე 2 დღით ადრე თუ წინა დღეს ორი პარტია აკრძალეს მოხსნეს არჩევნებიდან ნაცვლად იმისა რომ რაიმე ამისი ანალიზი და კრიტიკა ქონოდათ პიკით ხელს უწყობენ და ცდილობენ გაამართლონ მოლდოვის ეს ქმედება და ის პარტიის ლიდერები დაასანქციონეს მათ შორის ევროკავშირმა. ასე რა უნდა ვისაუბროთ აქ როცა ფარისეულობის მთელი პალიტრა არის დღეს ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი ხაზი. ჩვენ უბრალოდ ერთ-ერთი ის არის რომ ამ ყველაფერს მიეცა იმდენად ცხადი სახე, საზოგადოება იმდენად ცხადად ხედავს ამ ყველაფერს რომ უბრალოდ სასაცილოც კი არის, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით თუ რამდენად ყალბ რიტორიკასთან გვაქვს საქმე ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. სერბეთის პრეზიდენტ ჩავთვალეთ თქვენ მაგალითის პოზიცია როგორია ციგვიერი ინტეგრაციის პროცესის განმარტებაში და ასე შემდეგ. ქონა ძალიან საინტერესო შეხვედრა ვისაუბრეთ ბევრი ორმხრივ ურთიერთობებზე და მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ვიზუნოთ ორმხრივ ურთიერთობებზე უპირველეს ყოვლისა. სამწუხაროდ ევროპული ფორმატები ვხედავთ რომ სულ უფრო მეტად და მეტად იქცევა ინსტრუმენტად, მათ შორის ქვეყნებს დასაპირისპირებლად, რომლებიც ამ ფორმატის ნაწილი არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთთან ორმხრივ ურთიერთობების ნაწილში იზრუნოს რომ იყოს სათანადო დონეზე და ამ ხრივით რომ საქართველოს მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, არსებობს პირდაპირ ფრენები, ეკონომიკური და ტურისტული გაცვლა და ამ ხრივ იქნება ინტენსიური გაცვლა. რაც შეეხება ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მე ვფიქრობ ეს საერთო მიდგომაა და მე არაერთ ევროპელ ლიდერთან კანდიდატი ქვეყნებიდან მქონია საუბარი, იმედგაცრუება და რომელიც დღეს სუფევს კანდიდატ ქვეყნებში და საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა. ეს არის ვფიქრობ ის საერთო ასე ვთქვათ მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. და ვფიქრობ რომ ამ ხრივ მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ კანდიდატმა ქვეყნებმა გაერთიანოს საკუთარი ძალები, ისაუბრონ ერთმანეთთან, ვინაიდან ჩვენ არ უნდა ვიყოთ ობიექტი გაფართოების, როგორც ამათ ბრიუსელი ხედავ, ჩვენ უნდა ვიყოთ თანამონაწილე ამ პროცესის და დღეს და გუშინდელი ეს განცხადებები და ამ იდეების ასე საჯაროდ გაცხადებები აჩვენებს უბრალოდ რომ ბრიუსელი ჩვენ ხედავს ამ გაფართოების პროცესს როგორც გაფართოების პროცესის ობიექტს და არა როგორც თანამონაწილეს. მანიფესტაციებთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელებას ისინი ამბობენ, რომ კანონმდებლობა რაფორმული და ის უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მიზანი არის ხელისუფლების ზეწოლა განხორციელდეს ადამიანებისო, ითხოვენ 2020 წლამდე რა კანონმდებლობაც იყოს, ის იყოს ამოქმედებული. რეგისტრირებულ და დოშაპს გიურისკოპაზე იქნება წარდგენილი თქვენი პოზიცია როგორია სამწუხაროდ მიმართებაში. ანუ კიდევ ერთხელ რაც შეეხება გახარეს პარტიას არაერთხელ ითქვა უკვე ეს ფრაზა რომ დამხმარების ოჯახში თოკზე არ საუბრობენ, ხო? არ ვიცი რა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ეს ადამიანის პარლამენტში არიან, გახარია მათ უბრალოდ დასცინეთ ჩვეულებრივად. ადამიანი რომელიც სწორედ დემონსტრაციის დაშლის ძალის გადამეტების გამო არის ბრალდებული, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არასწორად მოხდა მაშინ მართვა პროცესის
რის შედეგადაც ადამიანები დაზიანდნენ, ეს ადამიანები ხა დღეს ამ თემის აქტუალიზებას ვახდენენ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის წინააღმდეგ. ასე არ ვიცი, ან მაზოხისტები არიან და სიამოვნებთ, რომ მუდმივად შემდეგ მათი თემა გაიხსენოს ყველამ და მათზე ისაუბროს ყველამ, ან უბრალოდ ასულელებთ მათ გახარია და იყენებს, ამ დასცინის პირდაპირ ამ თემების სამოწევით. ასე რომ არ ვიცი, სამწუხაროდ საკუთარ თავს აზიანებენ კონკრეტულად ეს ადამიანები, ვინც პარლამენტში არიან. თორე პარტიას და გახარიას რაც შეეხება, ახლა ისაც დაზიანებულია აქ მათ არაფერი არ შუება. ეს დეპარტამენტის წმინდა კითხვით მუშაობა სამოცამე საქონლო წარმოებაშია, რომელიც ისაუბრებდა, როგორ ახსენებთ ადამიანს, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს იურიდიული სროლის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ვფიქრობ, ეს იქნება გარდამტეხი პროცესი იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ რადიკალიზმისგან, პოლარიზაციისგან, გახლეჩვის მცდელობისგან. ვინაიდან დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ერთადერთი იარაღი, რაც ხელში დარჩა გარე ძალებს საქართველოს ასარევად, ეს გახლავთ სიძულვილის ენა და ზიზღის ენა. ეს არის დღეს სამწუხაროდ მათ შორის რაზეც დგას მთელი ეგრეთ წოდებული პროევროპული მოძრაობა, დღეს დგას ზიზღზე და სიძულვილზე. აი ეს არის აქამდე მიიყვანა ბრიუსელმა და მისმა წარმომადგენლებმა მათ შორის საქართველოში აქამდე მიიყვანეს იდეა მშვიდობის პროექტისა, რასაც ევროკავშირი ქვია, რომ დღეს ის ასოცირდება ქართველი ხალხის თვალში ზიზღთან, ძალადობასთან და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ ეს იარაღი იქნას გაუნებელყოფილი ზიზღის და ძალადობის. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს დეპარტამენტი ძალიან აქტიური იქნება. ეს სტატისტიკა ჩემს ცნობილი არ იყო და კარგია, რომ უკვე აქტიურად მუშაობს ეს დეპარტამენტი და საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ეს არ არის ქართული, რაშიც ჩვენ შეგვიყვანეს. ეს არის გარედან თავსმოხვეული ზიზღი და სიძულვილის ტაქტიკები, რომელიც არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული იმისთვის, რომ ერი არიონ და დააპირისპირონ. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ, რომ ამ დეპარტამენტს ყველას დაუდგეთ მხარში და მნიშვნელოვანი არის, რომ სიძულვილი როგორც იარაღი გამოვაცალოთ ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ძალებს. ბატონო შავა, რამდენიმე კითხვას დავისვამთ. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი იმყოფებოდა საქართველოში 14-15 ივლისს და მან გააკეთა განცხადებები, რომ კულტურას ან ნამდვილად შეუძლია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები დააწყოს და ალაგოს და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან ბევრი გზავნილი გვესმის რუსეთიდან თუ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ახლა რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ბოლოს და ბოლოს საქართველოში ჩამოსულა და 2 წლის განმავლობაში აქ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ესწრებოდა. რა შეგიძლიათ ვითხრათ ამ საკითხზე? ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულები არიან რუსები და ხან ეკონომიკურ თანამშრომლობას თავაზობენ და ხან კულტურით შეუძლიათ და ხედავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დატოვებას. არ ვიცი, ვისაც იმყოფებოდა, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუ კი პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველა შეუძლია მოინახულოს საქართველოს. რაც შეეხება საქართველოს-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია. იქნება კულტურული ურთიერთობებიც, ეკონომიკური ურთიერთობებიც, საგანმანათლებლო ყველა ურთიერთობები იქნება, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის ერთადერთი წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენაში. საქართველოს დეოკუპაცია და მისი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. როგორც კი ეს საქმე როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და მოხდება საქართველოს და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, ყველა წინაღობა საქართველოს შორის ურთიერთობისა მოიხსნება. ამიტომ თუ კი ვინმე სურს კულტურულ, საგანმანათლებლო სხვა ურთიერთობების აღდგენა, იციან პრობლემის სათავე სად არის. პრობლემის სათავე როგორც კი აღმოიფხვრება, ყველა თამდევი ასე ვთქვათ, შედეგებიც გამოსწორდება. და როგორ წარმოგიდგენიათ, რა პირობებით წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის თავის აღმოფხვრა და მოგვარება, ბატონ შავა? თქვი კიდევაც რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. წარმოგიდგენიათ, მაგას გეკითხებით.
ანუ გეოგრაფიული გადაადგილებით წარმოვიდგინე რომ გეოგრაფიული გადაადგილებით საქართველოს ტერიტორიიდან გადაადგილდებიან რუსეთის ტერიტორიაზე და ამით მოხდება საქართველოს ტერიტორიის დატოვება თუ ეს გაინტერესებთ რომ ახსნა გეოგრაფიული ბატონ შალო რაც უფრო მეტად უპირისპირდება ქართული ოცნება დასავლეთს დაკეთდება კომენტარები და განცხადებები და შეერთება თქვენი დამოკიდებულებები ამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მით უფრო მეტად აქტიურდება რუსული მხარე და ყოველდღე გაქებენ და ყოველდღურად საუბრობენ ამ რაღაცა დახმარების ხელს გიწვიან და ხომ არ განაპირობა სწორედ ეს გააქტიურება მათი თქვენს მიერ ამდენ დასავლურმა კომენტარებმა და რიტორიკამ რომელიც ბოლო პერიოდში გაგაჩნია ხომ არ ხედავთ რომ თქვენმა პოლიტიკამ მეგობაშვილის მიმართ რაც გაქვთ სწორედ ამან გააქტიურა რუსული მხარე რომ ყოველდღე რაღაცა ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობენ ერთადერთი ვის მოსაწონათაც ჩვენ ვიქცევით და ვიღებთ გადაწყვეტილება და ვის კრიტიკასაც ვცდილობთ რომ ავირიდოთ ეს არის ქართული ხალხი. სხვა არავის მოსაწონად თუ კრიტიკისთვის თუ ასე შემდეგ ჩვენ არ ვიქცევით, ამიტომ ამას მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. კიდევ ერთხელ თუ კი რუსეთს და ნებისმიერ ქვეყანას სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჩვენ გვაქვს მარტივი წინაპირობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ერთად გითხრათ თუ შეიძლება ფრიდომ ჰაუსმა გუშინ გამოაქვეყნა კრიტიკული ანგარიში და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ნახეთ რომ ფრიდომ ჰაუსმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჯილდო გადასცა სალომე ზურაბიშვილს ადამიანის უფლებების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და ჯილდოს რომელიც ფრიდომ ჰაუსის მიერ გადაეცა სალომე ზურაბიშვილს ძალიან გავლენიანი ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია არის. მე ულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ დამსახურებულ ჯილდოს მან ნამდვილად დაიმსახურა მარკ პალმერის სახელობის თორცდები ასე ქვია ამ ჯილდოს და ეს ჯილდო ეს ადამიანი პალმერი გახდათ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი რომელიც გახლავთ ფერადი რევოლუციების და სხვა ქვეყნების შიდა საქმეში ჩარევის იდეოლოგი სწორედ ის იყო ვინც თავდაპირველად სწორედ ამ იდეოლოგიას და დამკვიდრება დაიწყო მისი დიპლომატიური კარიერის შედეგად რომ ამერიკა უნდა ჩარეულიყო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში მოეხდინა ინტერვენცია ამიტომ ის არის ცნობილი ფერადი რევოლუცია როგორც ფერადი რევოლუციის იდეოლოგია ასე ულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს ის მართლაც სწორედ მონიშნეს როგორც უცხო ინტერესების გამტარებელი საქართველოში ასე რომ დამსახურებული არის რომ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი საქართველოში იღებს უცხო ძალების ინტერესის გატარების იდეოლოგიის სახელობის ჯილდოს. ჰაუსი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ის აკრიტიკებდა ყველა ხელისუფლებას შეიძლება იფასწრა მათ შორის მოგიწოდებენ კანონების გაუქმებას, პატიმრების გადაუსაჯებას, გაეცნობოდით ამ რაშიც არ გავცნობი ვარ, მე ვეცნობი ქართული ხალხის შეფასებას ჩვენ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მათ შორის ვეცნობი ქართული ეკლესიის შეფასებას ჩვენს ზოგიერთ კანონთან დაკავშირებით, რომელთანაც ნახეთ თქვენ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პოზიცია, რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს და საქართველოს ეკლესიის შეფასებას, რომ არათუ ეს კანონები უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს, არამედ პირიქით უნდა გაფართოვდეს და გამტკიცდეს. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევანი დაუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ეკლესიას. შეიძლება ეს ბრიუსელს წინს, მაგრამ ცივი წყალი დალიოს, ვისაც ეს წინს.